თუ ადნაკლასნიკების ჯგუფის რამინდა ალბათ მზემინდა სულშის ადმინისტრატორ ქალბატონ ნანას დაუჯერებთ, ქვეყნად მარადიული არაფერია. დიახ, არც სიკეთი, არც ბედნიერება. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ჯანმრთელობა. იცით რა არის ქალბატონ ნანა მარადიული? ქელეხის სუფრა, ფერნანდო ალონსო და მონაკოს გრან-პრი. ვინაიდან ქელეხში დიდხანი არ ყოფილა, ხოლო ფერნანდო ალონსო უკვე ხელში ამოსული, დღეს ჩვენ გავიგებთ თუ რატომ არის ვიწრო ქუჩებში განიერი მანქანების ბოლა ასეთი პოპულარული. 1929 წელი ამერიკაში დიდი დეპრესია იწყება, სტოკ მარკეტები იქრაშება, ხოლო შეძლებული ოჯახის ასევე შეძლებულმა შვილმა ენტონი ნოგესმა შეძლო და დაუმტკიცა პრინც ლუი მეორეს და მონაკოს ავტომობილების კლუბს, რომ იმ ქალაქის ქუჩებში, რომლის მთავარი შემოსავლის წყაროს ტურიზმი და ხომალდობა იყო, კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა ავტომობილის ჩატარება. რაზეც გაგიკვირდება და დადებითი პასუხები იყო. ბატონი ენტონის ჩანაფიქრი მარტივი იყო. რბოლის სანახავად შეძლებული ხალხი ჩამოვიდოდა. რის გარეშე იყო წარმოუდგენელი დახელილი ხალხის ნახვა? სწორია, თამბაქოს. აბა თუ გამოისწრებთ ვინ მართავდა თამბაქოს ბიზნეს მონაკოში. 3 მართლები ხარ. სწორედ ენტონის სახელს ატარებს მე-17 მოსახოვრის მონაკვეთი ტრასაზე. ასე იყო თუ ისე მონაკოს ქუჩებში პირველი ასწრიანი რბოლა ჩატარდა, რის დაბაროსაც პილოტებმა თითქმის 4 საათი მოადობეს. გამარჯვებული კი უილიამ გროვერ უილიამსი გახდა თავის ბუგატით. არა, ის იმ უილიამსთან არაფერ შუაშია. მეტიც ეს მეორე მსოფლიო ომში ჩერჩილის საიდუმლო არმიაში მსახურობდა და ჩანერგილი აგენტი იყო საფრანგეთში. საბოლოოდ მესამე რაიხის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციამ, ან მარტივად რომ ვთქვათ გესტაპომ, ჩვენ პენსიაზე გასული მრბოლელი და იმჟამინდელი აგენტი აიყვანა, ხოლო 1945 წელს ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულა სიცოცხლე. მონაკოს გრან-პრი ძალიან გავს ნეპოტიზმით მიღებულ თანამშრომელს. რეალურად ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ იყოს რასაშავებს. როგორც ვიცით, მკაცრადაა გაწერილი თითოეული რბოლის მინიმალური დისტანცია დღეს ფორმულა 1-ში. წესები წესებად, მაგრამ მონაკოზე არაფერი მსგავსი არ მოქმედებს. განსხვავებით ნორმალური 305 კილომეტრიანი რბოლის მაგივრად, ლუნდომანების მექაში პილოტები სულ რაღაც 260 კილომეტრს გადიან. მონაკოში არ გვაქვს მოხრეშელი კუნძულები ტრასის ფარგლებს გარეთ. ან ადგილები, რომელსაც გამოიყენებ მოსახოვიდან გადავარდის შემთხვევაში უკან დასაბრუნებლად. აქ ერთმა შეცდომამ შესაძლოა მთელი უქმეები დაგიმთავროს. ლოუსის ერპენი, სადაც ლენსტროს აუწყა, რომ მოხვევა ასაჭირო. ტუნელი, სადაც რიოტომია და მისაქაჯას რეფლექსები შეუმოწმა და პორტიეს მოსახოვზე აპოსტერებული პასკალ ვერლაინი. ეს ფაქტები იმ ხალხს ვინც იძახით, რომ თანამედროვე პერიოდში მონაკოს რბოლები ძალიან უინტერესოა. რამდენიც არ უნდა ვახოთ და ვაძაღოთ მონაკოს გრან-პრი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ერთ-ერთი კალენდარული რბოლა ფორმულა 1-ში. ინდი 500-ის და ლემანის 24 საათიანი რბოლა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ მონაკოსთან ერთად გრავს სამმა გვირგვინს, რომელიც მხოლოდ გრემჰილმა დაიდგა. მისტერ მონაკომ შეძლო და დღევანდელი ინდიქარის და ვიკის ყველაზე პრესტიჟულ რბოლებთან ერთად მონაკოში 5 გამარჯვება იზეიმა. არა და ფერნანდო ალონსო ძალიან ახლოს იყო ამ მიღწევასთან, მაგრამ ესპანელი სამურაი ალბათ ერთადერთი ადამიანია დედამიწის ზურგზე, ვისაც ჰონდა ამდენჯერ გაუფუჭდა. თუ ფორმულა 1 ადამიანის მოწამლა გინდათ, მონაკოს უქმეები იდეალური პერიოდია ამისთვის. აქ ხომ მათთვის უკვე ნაცნობი ხალხია თავმოყრილი. ამ ხალხმა ზუსტად იმდენი იცის სპორტზე, რაც ზედანას მიერ დასაჩუქრებულმა სპორტულმა ინფლუენსერებმა, მაგრამ არ აუშვებს. ოღონდ ეს ყველაფერი კვირამდე უნდა მოასწრო. უიქენდი მეტგალას დამცესობის იდეალური განსახიერება. აქ შეხვდებით ყველა რჯულის, ბრწავსის და გემოვნების ადამიანს. დაწყებული ზენდაიათი დამთავრებული მაგისივე ქმრით. მონაკოს რბოლას რომ გლამური არ აკლია, ამ განცხადებას 2004 წლის რბოლაც მოსმობს, სადაც იაგუარს პატივი ხვდა გაეპიარებინა იმ წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი, ოუშენის 12 და ამისთვის ორივე მანქანას წინა ნაწილში $300,000 ბრილიანტები დაუმაგრეს. კრისტიან კლიენმა კი არცაც 1990 ჰერპინში ავარიის შემდეგ ბრილიანტი დაკარგა, რომელიც დღემდე ვერ იპოვეს. ჩიტმა წაიღო თუ მარშალმა ვერ გეტყვით. გიყვარს თუ არა მონაკო ისტორია? ხელოვნება, რომელსაც წლების განმავლობაში პილოტები ფუჯის მაგივრად თავიანთი ბოილდებით ქმნიდნენ. კრეფ ჰილი, მიხაილ შუბახერი, ალან პროსტი და რა თქმა უნდა აირტონ სენა. ეს იმ ხალხის არასრული ჩამონათვალია, რომელმაც შეძლო და ეს ერთი შეხედვით მოსაწყენი ტრასა ფორმულა 1-ის განუყოფელაზე დადაქცია. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია კალენდარი ამ რბოლის გარეშე. იქედან გამომდინარე, რომ მონაკოს რბოლის ჩატარებაში კაპიქს არ იხდის და კონტრაქტი მაინც 2031 წლამდე აქვს, მარტივი სავარაუდოა, რომ კიდევ დიდხანს გვექნება ეს ლეგენდარული ტრასა კალენდარში. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ მაიამის საერთოდ ყველა გრან-პრი ჯობია.